არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და ცოდნაში. იზარდეთ მადლში, იზარდეთ რწმენაში. უფრო მტკიცედ გწამდეთ აღთქმებისა, ვიდრე აქამდე გწამდათ. და თქვენი რწმენა იზრდებოდეს თავის სისავსეში, მუდმივობასა და უბრალოებაში. იზარდეთ ასევე სიყვარულში. ითხოვეთ, რომ სიყვარული უფრო გაიზარდოს, გაღრმავდეს, უფრო მოქმედი გახდეს, რათა გავლენა მოახდინოს თქვენს ყოველ აზრზე, სიტყვასა და საქმეზე. ამგვარადვე იზარდეთ თავმდაბლობაში. თავმდაბლობაში დაღმა მიმართულებით ზრდის კვალდაკვალ, ეცადეთ აგრეთვე, რომ აღმა მიმართულებითაც იზარდოთ, რათა უფრო და უფრო უახლოვდებოდეთ ღმერთს ლოცვაში და უფრო მჭიდრო მოზიარობა გქონდეთ ქრისტესთან. და ეს სულიწმიდა ღმერთმა მოგანიჭოთ შესაძლებლობა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში ზრდისა. ის, ვინც არ იზრდება იესო ქრისტეს შემეცნებაში, უარს ამბობს მრავალ კურთხევაზე. ქრისტეს შემეცნება საუკუნო სიცოცხლეა და ამ შემეცნებაში ზრდა საკუთარი ბედნიერების ზრდას ნიშნავს. მას, ვისაც არ სურს ქრისტეს შესახებ უფრო მეტის გაგება, ჯერ არაფერი იცის მასზე. ყოველი, ვისაც ეს ღვინო უგემია, უფრო მეტად მოსწყურდება, რადგან ქრისტე, თუმცა შეუძლია ამ წყურვილის მოკლა, ეს წყურვილის ისეთი მოკლაა, რომელიც კი არ აკმაყოფილებს მადას, არამედ პირიქით, უფრო აღძრავს მას. ქრისტეს სიყვარული თუ შეიმეცნეთ, მას თქვენც წყლის ნაკადულებისკენ მლტოლველი ირმის მსგავსად გაგიჩნდებათ ლტოლვა იმისა, რომ შესვათ მისი სიყვარულის ღრმა წყაროდან. თქვენ არ გიყვართ ის, თუ არ გაქვთ სურვილი იმისა, რომ უფრო მეტად შეიცნოთ იგი, რამე თუ სიყვარული ყოველთვის შესძახის, უფრო ახლოს. ქრისტეს არ მყოფობა ჯოჯოხეთია, ხოლო ქრისტეს თანდასწრება სამოთხე. ნუ დამშვიდდებით მანამ, სანამ უფრო მეტად არ შეიცნობთ ქრისტეს. ესწრაფეთ იმას, რომ უფრო ღრმად ჩასწვდეთ მის ღვთიურ ბუნებას, მის ადამიანურ არსს, მის აღსრულებულ საქმეს, მის სიკვდილს, მის აღდგომას, მის დღევანდელ დიდებულ შუამდგომლობას და მის მომავალ მეფურ მოსვლას. მტკიცედ იდექით ჯვართან და გამოიკვლიოთ მის ჭრილობათა საიდუმლო. იესოს მიმართ სიყვარულში ზრდა და ჩვენდამი მისი სიყვარულის სულ უფრო და უფრო მეტად შემეცნება ერთ-ერთი საუკეთესო საზომია იმისათვის, რომ ვიზარდოთ მადლში.